საქართველოში ატმოსფერულ ჰაერში მტვრის მყარი ნაწილაკების კონცენტრაცია გაზრდილია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით მიზეზი სამხრეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვერის მასების გავრცელება. უწყების ინფორმაციით მდგომარეობა მეტეოროლოგიური პირობების შეცვლასთან ერთად გაუმჯობესდება. საუბარია ქარსსა და ნალექზე. ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს გარემოს ეროვნული სააგენტო 18 ავტომატური სადგურის საშუალებით ახორციელებს. ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ინფორმაციის მიღება კი ონლაინ პლატფორმაზე შეუძლია. საქართველოს ტერიტორიაზე ბოლო პერიოდში შეინიშნება ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების PM10 და PM2.5-ის შემცველობის მატება. აღნიშნული განპირობებულია შექმნილი სინოპტიკური პროცესების გამო საქართველოს ტერიტორიაზე სამხრეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით. ეს მოვლენა საქართველოს ტერიტორიაზე პერიოდულად წლის განმავლობაში ფიქსირდება ხოლმე, მაგრამ ამჟამად როგორც მოგეხსენებათ, უკვე არ ყოფილა გარკვეული პერიოდია არც ქარი და არც ნალექები წვიმის ან თოვლის სახით და შესაბამისად მყარი ნაწილაკების შემცველობა კვლავ მომატებულია. მდგომარეობა გაუმჯობესდება მეტეოროლოგიური პირობების და შესაბამისი სინოპტიკური პროცესის განვითარების შემდეგ.